გამარჯობა. დღეს რიგი გარეშე ხვდებით ერთმანეთს. ამიტომ ვიდეო მაინც გრძელი არ იქნება, მაგრამ იქნება ძალიან საინტერესო თემაზე. თემა რამდენიმე იქნება, ერთი ძირითადი და ბოლოსკენ დამატებითი ძალიან საინტერესო პატარა თემუკები. ამიტომ გთხოვთ რომ ვიდეო ბოლომდე ნახოთ და ამის შემდეგ დაწეროთ რა თქმა უნდა კომენტარები და თუ მოგეწონებათ იგი მოიწონოთ. მე როდესაც მოწონებას გთხოვთ ეს უბრალოდ ლაიკებს კი არ ვაგროვებ. თქვენი ყოველი ლაიკი, ანუ მოწონების ნიშნის დასმა, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ 100 ადამიანს, ზედმეტად 100 ადამიანს აჩვენებს YouTube ამ ვიდეოს და იგი უფრო პოპულარული გახდება. ის 100 ადამიანი რო დასვამს კიდე თავის მხრივ მოწონების ნიშანს, კიდე უფრო გაიზრდება ჩვენი აუდიტორია და ვიქნებით ძალიან ბევრი. და მეც მესიამონება და თქვენც. დღეს მე მინდა ვისაუბრო კოსმოსური მაწანწალას კომეტა 3i ატლასის შესახებ, რომელიც სწორედ დღეს ჩვენს მეზობელ პლანეტას მარსს მაქსიმალურად ახლო მანძილზე ჩაუფრენს. ეს ახლო მანძილი გახლავთ 28 მილიონი კილომეტრი. კოსმოსური მასშტაბებით ეს არ არის ბევრი. იგი ჩაუვლის მარსს და გააგრძელებს გზას მზისკენ. ბევრს უნდა რომ ეს ციური სხეული აღმოჩნდეს უცხო პლანეტელთა ხომალდი. სწორედ ამაზე ძალიან ბევრი იუთუბერი სპეკულანტობს ნახვების მოსაგროვებლად და ეს მაინც და მაინც არ არის კორექტული მე თუ მგითხავთ. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ოცნება არის, ჩვენთაგანის ოცნება არის, რომ ამხელა კოსმოსში, რომლის შესახებაც სიდიდეზე მე სულ ბოლოში ვილაპარაკებ კოსმოსისა, ამხელა კოსმოსში რომ მარტოები ვართ, რაღაცნაირად ობლად გძნობთ თავს, ხო, რაღაც გვინდა რომ ვიღაცა ჩვენი მსგავსი თუ არა ყოველ შემთხვევაში არის გონიერი არსებები, ან რაღაც ცოცხალი ორგანიზმები სადღაც არსებობდნენ და თუ ეს კოსმოსური ხომალდი გამოდგა, ესე იგი რაღაც ცივილიზაცია ჩვენზე გაცილებით წინ არის და იგი ჩვენი მზის სისტემის შესასწავლად არის აქ შემოსული. რატომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი ამ კოსმოსურმა სხეულმა? მოგახსენებათ, რომ ჩვენთან ძალიან ახლოს, კერძოდ მარსსა და იუპიტერს შორის არის ასტეროიდული სარტყელი, საიდანაც ჩვენ ძალიან ხშირად გვსტუმრობენ ხოლმე ციური სხეულები, მაგრამ ესენი გახლავთ ჩვენი სისტემის სხეულები, ანუ ჩვენ სისტემას ეკუთვნიან მზის სისტემას. ასევე კომეტები, მაგალითად ჰალეის კომეტა და სხვა კომეტები, ასევე მზის სისტემის კომეტებია, რომლებიც პერიოდულად ბრუნდებიან ხოლმე, პერიოდულად ხედავთ ჩვენ, ზოგიერთ 60 წელი აქვს მიმოქცევის თუ დრო, ზოგიერთ მეტი აქვს, ზოგიერთ ნაკლები, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი უფრო დიდია და კარგად ჩანს. მაგალითად კომეტა ჰალეა, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩანდა ცაზე, წლების წინ და ყველამ დაინახა. ხო და იმას ვამბობდი, რამ გამოიწვია, რომ ეს ციური სხეული, სახელად სიმოკლისთვის ატლასი დავარქვათ, ასეთი განსჯის საგანი გახდა. 2025 წლის ყველაზე დიდი ასტრონომიული მოვლენა, რომლის შესახებაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას, გახლავთ რა თქმა უნდა 3i ატლასის აღმოჩენა. 3i ატლასი მესამე ასეთი ობიექტია, რომელიც ასტრონომიული დაკვირვებების ისტორიაში არის ცნობილი. 2017 წლიდან მოყოლებული უკვე მესამე სტუმარს პანსპინძლობს ჩვენი მზის სისტემა და ეს სტუმრები გვეწვივნენ ინტერსტელარული, ანუ ვარსკვლავთშორისი სამყაროდან. პირველი გახლდათ ოumuamua, რომელიც 2017 წელს გამოჩნდა და დღემდე არ ვიცით რა იყო ეს ასტეროიდი იყო თუ გამომშრალი, გამომხმარი კომეტა თუ უცხო პლანეტელთა ხომალდი, ამაზე ჩვენ ცოტა ქვემოთ გვექნება საუბარი. მეორე გახლდათ ბორისოვის კომეტა, რომელიც ნამდვილად კომეტა იყო და რომელიც ოumuamua-დან მეორე წელს 2019 წელს შემოიჭრა მზის სისტემაში და მესამე გახლავთ ატლასი. საიდან მოდის მისი სახელი 3i ატლასი? პირველ რიგში ეს არის მესამე ობიექტი, რომელიც ასეთია. ASO ნიშნავს interstellars, ანუ ვარსკვლავთშორის, interstellar ინგლისურად იწერება ASO-თი იწყება და ეს არის, ნუ ახლა მეოთხე რო შემოფრინდება
4 იქნება ისა, მე-5 და ასე შემდეგ, ხო? ხოლო ატლასი ეს გახლავთ ჩილეში განლაგებული გიგანტური ტელესკოპების სისტემა, რომელიც არის რობოტიზირებული და აი ამ სისტემის აბრევიატურა, სწორედ ეს, ანუ რობოტიზირებული ტელესკოპების გაერთიანება, რომლებიც ადამიანის გარეშე აწარმოებენ დაკვირვებას ცის სხვადასხვა მონაკვეთებზე და თუ კი რამე უცნაური შენიშნეს, ხელოვნური ინტელექტი მომენტალურად ამის შესახებ ამცნობს ადამიანებს და სწორედ მსგავსი რამ მოხდა ატლასის შემთხვევაში, აი ამ ობიექტის შემთხვევაში. თავიდან ატლასი ეგონათ ასტეროიდი, მაგრამ შემდეგ უკვე დადგინდა, რომ ეს არის კომეტა. თუმცა ბოლომდე ესეც არ დადგენილა და ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი. ფაქტია, რომ იგი გალაქტიკის სიღრმეებიდან არის მოსული, ჩვენ სისტემას არ ეკუთვნის და ობიექტი აღმოაჩინეს 1 ივლისს, ანუ 1 ივლისს ოფიციალურად გაჟღერდა, რომ რაღაცა ციური სხეული, უცნობი ციური სხეული გვიახლოვდება. გვიახლოვდება კი არა, უკვე ჩვენთან არის. უკვე ჩვენთან არის და ამიტომ ასტრონომებმა დაიწყეს თავიანთ ციფრულ ბიბლიოთეკებში, არქივებში ჩიჩქნა, ძებნა ფოტოებისა, რომ დაედგინათ უფრო ადრე ხომ არ დაუნახავთ კომპიუტერებს და ტელესკოპებს ეს ობიექტი და ჩვენ უბრალოდ ხო არ გამოგვეპარავ და მართლაც ასე აღმოჩნდა. ეს გახლავთ ხელოვნური თანამგზავრი, რომელზეც საკმაოდ მძლავრი 4 ობიექტივიანი ტელესკოპი დგას, რომელსაც ძალიან ბევრი ობიექტების დანახვა შეუძლია ძალიან კარგი გარჩევადობით და სწორედ 7 მაისს დაუფიქსირებია ტესას ეს უცხო სხეული ჩვენი სისტემისთვის, მაგრამ რატომღაც მეცნიერებმა ყურადღება არ მიაქციეს. სწორედ ამ ტესას და დღევანდელი მონაცემების საშუალებით მეცნიერებმა დაადგინეს თუ რა ტრაექტორიით შემოვიდა ატლასი მზის სისტემაში, რა ტრაექტორიით მოძრაობს დღეს და რა ტრაექტორიით გაივლის იგი მზის სისტემას. როცა ატლასი შეამჩნიეს, იგი იუპიტერის გარე ორბიტაზე იმყოფებოდა და იგი ძალიან სწრაფად მოძრაობდა. ეს იყო მთავარი მახასიათებელი მისი, ეს იყო 60 კილომეტრი წამში. ახლა გადაამრავლეთ საათში რამდენი გამოდის. ეს უჩვეულო სისწრაფეა ნებისმიერი ციური სხეულისთვის, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი დღეს მზის სისტემაში და ამიტომ ამანაც მისცა უფლება ასტროფიზიკოსებს, რომ ეთქვათ, ეს ნამდვილად არ არის მზის სისტემის სხეულია. როგორც გითხარით, დღეს, ანუ 3 ოქტომბერს ატლასი ჩაუფრენს მარსს მინიმალურად ახლო მანძილით, ეს გახლავთ 80 მილიონი კილომეტრი, ჩვენგან ძალიან შორს არის, მაგრამ კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ მარსთან ახლოს 2 ძალიან სერიოზული კოსმოსური ზონდი მუშაობს, რომლებსაც აქვს სერიოზული აპარატურა და რომლებიც დღეს ხვალზე კარგად გადაიღებენ ამ ობიექტს, კარგად შეისწავლიან მათს და უკვე რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება მონაცემები, უფრო ზუსტი მონაცემები, დაზუსტებული მონაცემები, თუ რას წარმოადგენს ატლასი ზოგადად. 3 ნოემბერს კომეტა 100 მილიონი კილომეტრის მანძილით მიუახლოვდება ვენერას, ამის შემდეგ იგი განაგრძობს გზას, აცდება მერკურის და უკვე მზის უკან აღმოჩნდება 19 ნოემბერს. მზის უკან აღმოჩნდება და ეს ის მანძილია, როდესაც იგი ყველაზე ახლოს იქნება ჩვენგან, დედამიწიდან. მაგრამ იქნება მზის უკან. ანუ ჩვენ მას უბრალოდ ვერ დავინახავთ, მაგრამ კარგი ამბავი კვლავ ის არის, რომ ორბიტაზე გაშვებული არის რამდენიმე ისინი უბრალოდ მუშაობენ უკვე წლებია ამ სპეციალურად ამ თემისთვის არ გაუშვიათ, რამდენიმე ტელესკოპი, რომლებიც მზის გარემოს სწავლობენ. მის ირგვლივ რა ხდება, თვითონ მზესაც სწავლობენ, მაგრამ განსაკუთრებით სწავლობენ იმას, რაც გარეთ ხდება და ამისთვის მათ აქვთ სპეციალური ფარები, რომლის საშუალებითაც ისინი ქმნიან ხელოვნურ მზის დაბნელებას. და უკვე ტელესკოპი აღიქვამს, იმიტომ რომ მზე აბნელებს ტელესკოპს, მოგეხსენებათ, აბრმავებს უბრალოდ. იმ ხელა სინათლის იმ ხელა გამოსხივება აქვს და როდესაც აი ფარს ჩამოაფარებენ, მის ირგვლივ უკვე ხედავენ რა ხდება მზის ირგვლივ და სწორედ იმედი აქვთ ასტროფიზიკოსებს, რომ როდესაც ეს ობიექტი გამოვა მზის უკნიდან, ჩვენ უფრო კარგად დავინახავთ მას და შევისწავლით კიდევ ერთხელ. ამის შემდეგ 2026 წლის 16 მარტამდე არაფერი
სერიოზული და საინტერესო არ ხდება. ხოლო ამ დღეს იგი მიუახლოვდება იუპიტერს. იუპიტერი მოგეხსენებათ ყველაზე დიდი კოლოსალური ზომის მართალია გაზის პლანეტაა, მაგრამ მაინც მას გააჩნია ძალიან ძლიერი გრავიტაციული ველი და მასთან ამ ობიექტის შაფრენა, ატლასის შაფრენა გამოიწვევს მისი ორბიტის კიდევ ერთხელ გადახრას. თუმცა ეს მას ხელს არ შეუშლის, რომ ძალიან სწრაფად კოლოსალური სიჩქარით დატოვოს მზის სისტემა და უკვე მრავალ მილიარდ წლიან ექსპედიციაში გააგრძელოს მოგზაურობა. ახლა კი რატომ გამოიწვია ამდენი მithქმა-მოთქმა 3i ატლასმა? საქმე იმაშია, რომ 3 ინტერსტელარული ობიექტიდან, რაც ჩვენ ვიცით, ანუ ოumuamua, ბორისოვის კომეტა და ატლასი, დანამდვილებით ჩვენ ვიცით, რომ კომეტა იყო მხოლოდ ბორისოვი. ყველა პარამეტრით იყო იგი კომეტა. კომეტა რა არის? კომეტა გახლავთ ყინულის გიგანტური ლოდი, რომელიც დასრული არის კოსმოსური მტვერით და როდესაც იგი უახლოვდება მზეს, რა თქმა უნდა, მასზე იწყებს წყალი აორთქლებას, ცხელდება და ორთქლდება. და როგორც კუდი, აი ესეთი მრავალ მილიონ კილომეტრზე იშლება ეს კუდი და ჩვენ მას შემდეგ მზე ანათებს და ჩვენ ხედავთ ცაზე დაკიდებულ აი კომას, ანუ ასე ეწოდება მის სხეულს, კომეტის სხეულს, ხოლო კომა ნიშნავს ბერძნულად თმას. პროსორად გაშლილ თმას, გაშლილი თმის კონას და მართლაც აი ეს კუდი გაშლილი თმის კონას მოგვაგონებს, ქალებს, როდესაც ქარი უბერავს და ესე ლამაზად ეშლებათ ხოლმე თმები. ოumuamuaც და ატლასი ძალიან უცნაურად მოძრაობენ. თუ ბორისოვის კომეტას ჰქონდა ჩვეულებრივი მოძრაობა, როდესაც იგი მზეს მიუახლოვდა, მან გამოისროლა აი ეს ორთქლის კუდი, მაგრამ ოumuamuaც და ატლასიც ძალიან უცნაურად მოძრაობენ. პირველ ზედმეტი აჩქარებები ახასიათებდა, ანუ იგი მზისგან ისე გაფრინდა, რომ არა მხოლოდ მზის გრავიტაციისგან მიღებული აჩქარება მიიღო, არამედ კიდევ რაღაცა ჩვენთვის გაუგებარმა, ნუ ასტროფიზიკოსებისთვის გაუგებარმა ძალამ მისცა მას ბიძგი. ასტრონომები დღემდე თავს იმტვრევენ თუ რა იყო ეს, ანუ მან აჩქარება მიიღო დამატებით რაღაცა ძალისგან. რაც შეეხება ატლასს, იგი უცნაურად გვესტუმრა, ანუ შემოიჭრა მზის სისტემაში. მისი ორბიტა აღმოჩნდა მზის სისტემის პლანეტების სიბრტყეში. ანუ თუ თქვა პლანეტები მოძრაობენ მზის ირგვლივ, მოგეხსენებათ გარკვეულ ორბიტებზე, ატლასი ისე დადის ამ პლანეტებს შორის, რომ მათთან ერთად ერთ სიბრტყეზეა. ანუ თითქოს რაღაცა ობიექტია გაშვებული სპეციალურად, რომელიც უსაფრთხო მანძილზე ჩაუფრენს, მაგრამ ისეთ მანძილზე და ისეთი კუთხით ჩაუფრენს პლანეტებს, რომ მათზე მაქსიმალური ინფორმაცია მოაგროვოს. ეს პლანეტებია სატურნი, იუპიტერი, მარსი, დედამიწა, ვენერა და ცოტა ნაკლებად მერკური. და კიდევ ორი ძალიან საინტერესო მომენტი. იგი ისეთი კუთხით და ისეთი მანძილით ჩაუფრენს მზეს, რომ მინიმალურად დაზიანდება მისი გამოსხივებისგან და ასევე ყველაზე შორი პლანეტა, რომელიც მისგან იქნება, ეს გახლავთ დედამიწა. თითქოს ისე ინტრიგა შემომაქვს, მაგრამ ასეა, რეალურად ასეა. ყველაზე შორს ვართ ჩვენ მისგან. რომ თითქოს ჩვენ აქედან მინიმალური ინფორმაცია ავკრიფოთ მასზე. ნუ ეს რა თქმა უნდა არ არის ჩემი ფანტაზიები, მხოლოდ ეს დადგენილი ფაქტია. დადგენილი ფაქტია ის, რომ შორს ჩაუფრენს, თორე ის, რომ უნდა აკრიფოთ ჩვენზე ინფორმაცია, ეს არ არის, რა თქმა უნდა. და თითქოს იგი სპეციალურად ემალება მას აი მზის უკან, როგორც გითხარით. და პრინციპში რა არის გამორიცხული, როდესაც მე თქვენ ბოლოსკენ გაჩვენებთ, თუ რამდენი მილიარდი გალაქტიკაა სამყაროში და თუ რამდენი ტრილიონი მზე და მზის სისტემა არსებობს თავისი ძალიან უცნაური პლანეტებით, ასე რომ ამხელა სამყაროში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შანსია, რომ სადღაც გარდა დედამიწისა გაჩენილიყო ან გაეჩინათ, როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ, სიცოცხლე, რომელმაც შემდეგ უკვე განვითარებას მიაღწია და უკვე ცივილიზაციებით ჩამოყალიბდა. ასეთი ციური სხეულები ზოგადად სამყაროს გაგებაში გვეხმარება ჩვენ.
არა მხოლოდ თქვა აი ესეთ ინტერსტელარული, არამედ თუნდაც იგივე მზის სისტემიდან მოფრენილი მეტეორიტები. მეტეორიტები, რომლებიც მოგეხსენება ძალიან ძვირი ღირს, როდესაც მას პოულობენ საკმაოდ მთელი პროფესიები არსებობს და ხალხი დადის და ამათ ეძებს და ამით ცხოვრობს მეტეორიტების გაყიდვით. ისინი იძლევიან ძალიან დიდ ინფორმაციის მასას, ანუ ჩვენ ფაქტიურად იმ პლანეტებზე, რომლებზეც ხელი არ მიგვიწვდება ჯერჯერობით, იმ პლანეტებიდან მოფრენილი მეტეორიტები ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ თუ რა ხდება იქ. ასევე რა თქმა უნდა ასტეროიდების და კომეტების საშუალებით, რომლებსაც ჩვენ სწავლობთ იგივე იცით თქვენ რომ ორ კომეტაზე დაჯდა აპარატები, იაპონური აპარატები, რომლებმაც აიღეს მათგან სპეციალური ბურღების საშუალებით ნიმუშები და ჩამოიტანეს დედამიწაზე და ძალიან ბევრი საინტერესო რამ დადგინდა. აქედან გამომდინარე ომუამუა, ბორისოვი და ატლასი გვაძლევენ უნიკალურ საშუალებას გავიგოთ თუ როგორ არის მოწყობილი კოსმოსი მზის სისტემის გარეთ. სამწუხაროდ არ შეგვიძლია მათზე დაჯდომა, ისინი ისე სწრაფად შემოიჭრებიან ხოლმე და ისე სწრაფადვე მიდიან, რომ მათზე ვთქვათ ასეთი ტიპის აპარატებს, როგორც იაპონელებმა დასვეს, ვერ დავსვამთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ასეთი პროგრამის შემუშავებას ძალიან დიდი ფინანსები, დრო სჭირდება, ხოლო ეს ობიექტი კი აგერ 1 ივლისს აღმოვაჩინეთ და უკვე მომავალ წელს ამ დროს ტრილიონობით კილომეტრის იქნება ჩვენგან მოშორებული. სხვადასხვა ძალიან საინტერესო მომენტი არის ის, რომ ზესთან მიახლოების შემდეგ, როგორც გამოთვალეს, იგი თუ რაღაც კიდე ძრავი არ დაუმატა, როგორც ომუამუამ, 78 კილომეტრ/საათში განავითარებს. ეს დაახლოებით 300,000 კილომეტრია საათში. და მაინც რა დადგინდა ტელესკოპების საშუალებით. პირველ რიგში ის, რომ ობიექტი არის კომეტის მსგავსი და როგორც ყველა კომეტა, იგი შედგება აქროლადი ნივთიერებებისგან. როგორც გითხარით, კომეტების 99.9% გახლავთ გაყინული წყლის ლოდები და კუდი ყოველთვის რჩება ხოლმე მათი მოძრაობის საპირისპიროდ, ხო, ეს მიფრინავს, კუდი ორთქლება და რჩება უკან. მილიონობით კილომეტრზე გადაჭიმული მართალია, მაგრამ მაინც. ახლა ნახეთ რა უცნაურობები ხდება ატლასის შემთხვევაში. წესიერი ადამიანური კომეტები აორთქლებას და კუდის გამოსროლას იწყებენ მას შემდეგ, რაც მარსს გაცდებიან. ანუ იმ ადგილებში, სადაც მზის სითბური გამოსხივება არის მაღალი. ატლასმა კუდი გაიჩინა სადღაც იუპიტერსა და მარსს შორის, ანუ იმ ადგილას, სადაც ტემპერატურა საკმაოდ იმდენად დაბალია, რომ პირიქით უნდა გაიყინოს ნებისმიერი სითხე. და ამან აორთქლება დაიწყო. ასევე დადგინდა თუ რამდენს აორთქლებს იგი წამში 40 კილოგრამს, ანუ 40 ლიტრს. ნუ ეს არ არის ბევრი ხამხილა გიგანტური მასისთვის 4 ვედრო წყლის აორთქლება, მანდა მაინც ბევრი არ არის. ინფრაწითელი სხივების აღმქმელი ტელესკოპის საშუალებით უკვე დადგინდა, რომ ატლასის ზედაპირი არა იმდენად წყლისგან, არამედ მშრალი ყინულისგან შედგება. აი მშრალი ყინულისგან მენაყინეებს რო უყრიათ ხოლმე თავიანთ ნაყინის ყუთებში, ეს გახლავთ CO2, ჩვეულებრივი ნახშირორჟანგი, რომელიც მაღალი წნევის და დაბალი ტემპერატურის პირობებში გარდაიქმნება აი ყინულის, მშრალი ყინულის მასად და შემდეგ სითბოში ორთქლდება. ზოგადად მშრალი ყინული არის ხოლმე კომეტების სხეულში, კომაში, მაგრამ ასეთი რაოდენობით არა. ეს ძალიან საინტერესოა. მაგრამ სამწუხარო ფაქტია ის, რომ მის შესასვლელს ვერ შევძლებთ ხო ახლოდან, მაგრამ აღმოჩნდა ორი კარგი ამბავი მაინც გამოჩნდა, ეს გახლავთ ის, რომ ფსიქე, რომელიც ამერიკელებმა გაუშვეს და ერთ-ერთი ასტეროიდისკენ მიფრინავს, იმ ასტეროიდსაც ფსიქეა ქვია და იგი საკმაოდ დიდი ზომის ასტეროიდია, რომელიც თავიდან ბოლომდე სხვადასხვა შედგება უსუფთავესი მეტალისგან, მაგრამ რა მეტალია ეს კაცმა, ეს შეიძლება პლატინაც იყოს, ოქროც იყოს, ჩვეულებრივი რკინაც იყოს, მაგრამ არის უსუფთავესი მეტალი, სწორედ ამის დასადგენად მიფრინავს ეს კოსმოსური ზონდი მისკენ. და მას ძალიან ახლოს ჩაუვლის ატლასი. ამ დროს ამ აპარატზე საკმაოდ ძლიერი ტელესკოპი და გამოთვლელი აპარატურა დგას და მას შეუძლია ბევრი საინტერესო ამბავი მოგვაწოდოს. ასევე იუპიტერის თანამგზავრის ევროპას შესასწავლად არის გაგზავნილი 2
აპარატი, ეს გახლავთ ერთი ამერიკულია, მეორე ევროპულია. ზონდებია, კოსმოსური ზონდებია, რომლებსაც დავალებული აქვთ ევროპის შესწავლა. ევროპა ძალიან საინტერესო თანამგზავრია. ის საკმაოდ დიდი ზომის პლანეტოიდია თითქმის, პლანეტის ხელაა იგი და დაფარული არის სქელი ყინულის ფენით. ამ ყინულის ფენის ქვეშ დადგინდა რომ არის ოკეანე. წყლისგან შემდგარი ოკეანე. ოკეანეში მრავლადაა ვულკანები, რომლებიც იფრქვევა და ფიქრობენ რომ ევროპაზე მის წყლებში შეიძლება აღმოჩნდეს მარტივი პრიმიტიული ბაქტერიული სიცოცხლე. ნახოთ და სწორედ აი ეს ზონდები და განსაკუთრებით ევროპული ზონდი უკვე გადააპროგრამირეს იმისთვის, რომ პარალელურად ევროპის შესწავლისა მან, როდესაც 26 წელს ჩაუფრენს ატლასი, კარგად გადაიღოს იგი და შეისწავლოს. ახლა დაუბრუნდეთ მოსაზრებას, რომ საქმე უცხო პლანეტურ ხომალდთან გვაქვს და ამის შესახებ ამერიკელი ძალიან ცნობილი ასტროფიზიკოსი ლევი საუბრობს, რომ არის ძალიან დიდი შანსი, რომ ასე იყოსო. რადგან ვფიქრობთ, რომ ყოველ შემთხვევაში სერიოზული მეცნიერები ასე ვარაუდობენ, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ და სხვაგანაც არაერთი ცივილიზაცია უნდა იყოს სამყაროში, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი მოფრინდა ჩვენთან ჩვენი სისტემის შესასწავლად. ამას წინათ გამოვიდა სამეცნიერო ნაშრომი, სადაც ასტროფიზიკოსებმა ძალიან ცნობილმა ასტროფიზიკოსებმა შეკრიბეს ყველა მონაცემი და გამოიყვანეს საერთო ფორმულა თუ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი რომ ციური სხეული, რომელზეც ჩვენ ვახდენთ დაკვირვებას, იყოს უცხოპლანეტური ხომალდი. პირველ ეს გახლავთ ფორმა. და აქ გავიხსენოთ ომუამუა. ომუამუას ჰქონდა სიგარისებური ფორმა, უბრალოდ ფანქრისებური ფორმა, ანუ წვეტითი წაწვეტებული ჰქონდა ერთი ბოლო და იმ წვეტის მიმართულებით მიფრინავდა, მისი სიგრძე იყო დაახლოებით 230 მეტრი, ხოლო დიამეტრი იყო 35 მეტრი. ეს მშვენივრად ჯდება, აი თუ გინახავთ ფანტასტიკური ჟანრის ფილმები, აი იმ ხომალდების ზომებში და დიამეტრში. მილიონობით ასტეროიდი არის ცნობილი, გადაღებული, მათი ფორმები არის ცნობილი, მაგრამ არც ერთს მსგავსი ფორმა არ აქვს. ანუ ომუამუა გამორჩეული იყო თავისი ფორმით. მოძრაობა და აქაც ომუამუას უბრუნდებით. როცა მან მზეს ჩაუფრინა, მისი სისწრაფე ორჯერ გაიზარდა. ისედაც კოლოსალური სისწრაფით მიფრინავდა, ის არა ისეთი სისწრაფით, როგორიც ატლასია. კარგი გასაგებია, რომ მზის სიცხისგან, თქვათ, გამოცროლილმა ნივთიერებებმა მას ბიძგი მისცეს, მაგრამ ასე ძლიერ ბიძგს ვერ მიცემდნენ და ისეთი დაბეჭდილება დარჩა ასტროფიზიკოსებს, თითქოს ამ ობიექტმა თავის გარიდება, სწრაფად თავის გარიდება დაიწყო მზისგან. ნებისმიერი სხეულის შესახებ ინფორმაციას ჩვენ პირველად გვაძლევს მისი ფორმა, მისი ფერი, მისგან არეკლილი შუქის შემადგენლობა და კოსმოსური ხომალდი, როგორც ვარაუდობენ, დამზადებული უნდა იყოს ტიტანისგან, ალუმინისგან ალბათ ნაკლებად და ან რაღაცა ძალიან ჩვენთვის უცნობი ჯერჯერობით კომპოზიტური მასალებისგან. ამიტომ მისგან არეკლილი შუქი საკმაოდ მდიდარ ინფორმაციას უნდა იძლეოდეს. ასევე, რა თქმა უნდა, ყველა ციურ სხეულს, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი და რომელშიც რაღაც ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ, მათ სჭირდება ცხოველქმედებისთვის სხვადასხვა ენერგიის წყაროების გამოყენება, ამიტომ ასეთი ობიექტი შიგნიდანაც იქნება გამთბარი. და ვიწროტალღური გამოსხივება. როცა ჩვენ, თქვათ, რადიოში ვიწყებთ რაღაცის დაჭერას, მოგეხსენებათ, უნდა ვიცოდეთ ზუსტად სად არის, თქვათ, რომელიღაცა რადიო 210, თქვათ, ხო? 210 ნიშნავს, რომ იმ სიხშირეზეა ზუსტად. მარჯვნივ და მარცხნივ თუ გადავალთ, ან სიცარიელი იქნება, ეს თეთრი ხმაური იქნება, ან უბრალოდ ახალი სხვა სადგური იქნება, რომელიც ჩვენ არ ვჭირდება. სწორედ ასეთ სიხშირეებს, ანუ მიმართულ სიხშირეებს უნდა ასხივებდეს ხელოვნური ხომალდი თუ არის. ანუ ამის საშუალებით ასეთი ტიპის ტალღების საშუალებით უნდა გადასცემდეს იგი ინფორმაციას. ეს ორი ბოლო რაც მე ვთქვი,
არც ომოამოასთვის და არც ჯერჯერობით ატლასისთვის დამახასიათებელი არ არის, მაგრამ როგორც მეცნიერები ამბობენ, თუ ამ 4-დან 2 მაინც არის ზედდებაში, ამ შემთხვევაში ჩვენ შანსი რომ საქმე გვაქვს უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან ძალიან მაღალია. და კიდევ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ დღეს კოსმოსში არის უამრავი ხელოვნური ობიექტი, რომელიც ძალიან ბევრი მათგანი უგზო-უკლოდ დაფრინავს, ზოგიერთი ძალიან დიდი ხნის წინ არის გაშვებული და სხვა შორის ამას წინათ უკვე გამზადებული იყო სტატია, რომ აღმოაჩინეს ასტეროიდი, რომელიც ტრიალებს დედამიწის ირგვლივ, გაწელილ ორბიტაზე და კიდევ კარგი დროულად დადგინდა, რომ ეს იყო არა ასტეროიდი, არამედ საბჭოთა კავშირის მიერ 1962 წელს ვენერაზე გაშვებული სადგური, რომელმაც ვენერამდე ვერ მიაღწია და გადაიქცა კოსმოსურ მოხეტიალედ და ოდესმე იქნება ალბათ იგი ჩამოვარდება დედამიწაზე. აი ასეთი მკვდარი სხეულები, მკვდარი სულები ძალიან ბევრი მოძრაობს დედამიწის ირგვლივ და არა მხოლოდ დედამიწის ირგვლივ ორბიტებზე, ეს არის გაშვებული თანამგზავრები, ხომალდები, ზონდები, რომლებმაც დაკარგეს ორიენტაცია, დაკარგეს კავშირი მართვის ცენტრთან და დღეს აი ესე უაზროდ ტრიალებენ. ნაწილი ამ ზონდებისა დედამიწის მიზიდულობით შემოდის მის ატმოსფეროში და როგორც წესი მის ზედაფენებშივე იწვება, მაგრამ უფრო დიდი ზომის ნატეხები შეიძლება მიწაზე ჩამოვარდეს კიდეც და არის კიდეც ცნობილი ასეთი რამ. როგორც წესი ეს გაანათებს ხოლმე და მეტეორში შეიძლება შეგეშალოთ. და აქ მე გამახსენდა ძალიან ესეთ გენიალური რეი ბრედბერის ძალიან სევდიანი მოთხრობა მარსის ქრონიკების სერიიდან, რომელსაც სახელად ჰქვია კალეიდოსკოპი, იქ ასტრონავტი კატასტროფის შედეგად ცოცხალი გადარჩება, მაგრამ მიფრინავს დედამიწისკენ. ანუ ეს ძალა ინერციის ძალით მიდის დედამიწისკენ და ფიქრობს, რომ ერთადერთი პლუსი ის არის, რომ როდესაც დედამიწის ატმოსფერულ ზედაშრეებში შევალ და დავიწვევი, იქნებ ვინმე დამინახოსო. და მას ვიღაც პატარა ილინოისელი ბიჭი დაინახავს და სურვილს ჩაუთქვამს. აი კითხე ძალიან მაგარია მარსის ქრონიკები რეი ბრედბერის. ზოგადად ფანტასტიკური ჟანრის წერლები, გენიოსები არიან, იგივე თქვა არტურ კლარკი, რეი ბრედბერი, აიზეკ აზიმოვი, რა ვიცი ეს ისეთი ხალხია, რომლებმაც ძალიან წინ წაწიეს ჩვენი ცნობიერება და ძალიან ბევრი რამ ისეთი გამოიგონეს და დაწერეს უბრალოდ, რომელსაც დღეს ჩვენ ცხადში ვხედავთ. ახლა კი მოკლე კოსმოსური ამბები. აი, ბოლო პერიოდში რა მოხდა საინტერესო. ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ჩვენს მთვარეს, ჩვენს საყვარელ თანამგზავრს დიდი საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე, ამ საფრთხისგან გამოწვეული პრობლემები ჩვენს შეგვეხება. კერძოდ, მას შესაძლოა ძალიან დიდი ზომის ასტეროიდი შეეჯახოს. და ეს, როგორც გითხარით, დედამიწისთვისაც პრობლემაა. 2024 წელს აღმოჩენილი ციური სხეული, რომლის სახელი არის 2024 IR-4, ჯერ ჩვენ დაგვემუქრა, მისი ტრაექტორია ისეთნაირად განსაზღვრეს მეცნიერებმა, რომ იგი 3%-ის ვარაუდით და ეს ძალიან მაღალია, შეეჯახებოდა დედამიწას, მაგრამ რაღაც მომენტში მან ტრაექტორია შეცვალა და უკვე მთვარეს ემუქრება. აი მთვარესთან შეჯახების პროცენტი კი საკმაოდ მაღალია, 7. თუ იგი დაეჯახა მთვარეს, მისგან მოხდება დიდი რაოდენობით რეგალიტის, ანუ მთვარის გრუნტის ამოყრა, რომელიც ნამტვრევების სახით გაიფანტება კოსმოსში, მოგეხსენება მთვარეს გრავიტაცია ძალიან სუსტი აქვს, ამიტომ იგი დაჯახების შედეგად ამოყრილი მასალა გაიფანტება და ავა ძალიან მაღლა და აქედან ნაწილი შეუქმნის ძალიან დიდ პრობლემებს ხელოვნურ თანამგზავრებს და ასევე კოსმოსურ სადგურებს. პარალელურად თუ ეხა დიდი ზომის მეტეორიტები წამოვიდა, თქვა დედამიწაზეც რაღაც ნაწილი მოხდება, მაგრამ ეს იმდენად საშიში არ არის, უბრალოდ საშიშროება ექნება იმ უამრავ თანამგზავრს, რომელიც ჩვენს
ცხოვრებას განსაზღვრავენ დღეს, ხო, GPS-იდან დაწყებული, ინტერნეტით დამთავრებული და რა ვიცი, ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენ მიბმული გვაქვს თანამგზავრებზე. მე თუ მკითხავთ, ასეც არ შეიძლება რაღაცა სამარკაფო სისტემებიც უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ თუნდაც მზეზე ძლიერმა აფეთქებამ შეიძლება გამოიწვიოს და გამოუწვევია თანამგზავრების წყობიდან გამოსვლა, რაც ძალიან ცუდად მოგვიტრიალდება. გაჩერდება ტრანსპორტი, გაჩერდება ლოგისტიკა, რა ვიცი, სანამ ყველაფერი ეს ჩადგება, გარდა იმისა, რომ ჩვენ თქვათ Facebook-ზე ჭორაობა გაგვიჭირდება, მთლიანად პლანეტას გაუჭირდება და კაცობრიობას გაუჭირდება გაცილებით რთული და სერიოზული ამოცანების დაძლევა. ამერიკის კოსმოსური კვლევების სააგენტო NASA თვლის, რომ ახლა ასტეროიდის აფეთქებების გზით ტრაექტორიის შეცვლა არ ღირს, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული მან ეს ტრაექტორია შეცვალოს და პირდაპირ დედამიწისკენ წამოვიდეს, 60 მეტრის დიამეტრი ძალიან დიდი მაინც და მაინც არ არის, მაგრამ რომელიმე ქალაქის და დიდი დასახლებული პუნქტის თავზე მისი აფეთქება ან ჩამოვარდნა საკმაო ნგრევას გამოიწვევს. ერთადერთი თუ მთვარესთან შეჯახების შანსი გაიზრდება და ეს უნდა მოხდეს 2032 წელს, მისკენ 2030 წელს გაუშვებენ ბირთვული ქობინის მქონე კოსმოსურ ხომალდს, რომელიც ზედ კი არ დაჯდება და ასე აფეთქდება, არამედ მისგან 80 კილომეტრის დაშორებით აფეთქდება, ეს იქნება 1 მეგატონიანი მუხტი. და ამ შემთხვევაში რადიკალურად შეიცვლის ასტეროიდი მიმართულებას. ანუ მას არ ააფეთქებენ, არ დაშლიან ნაწილებად. და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, აი წარმოიდგინეთ ორი მცირე ზომის გალაქტიკა, რომლებიც ერთმანეთთან წყალბადის თოკით არიან მიბმული. აი თქვენ ამას ხედავთ იმიტაციას აი ამ ყველაფრისა. და ესე ბრუნავენ. ასეთი რამ დაინახეს ასტრონომებმა, როდესაც ტელესკოპი ასკაპი 53 მილიონი სინათლის წლის მიმართულებით არსებულ ცის მონაკვეთზე მიმართეს. გავიხსენოთ, რას წარმოადგენს სინათლის წელი. ეს არის ის მანძილი, რომელსაც სინათლე გაივლის 1 წლის განმავლობაში. თუ იგი წამში გადის 300,000 კილომეტრს, წარმოიდგინეთ, რამდენს გაივლის წელიწადში და 52 მილიონი სინათლის წლით დაშორებული არის ეს ორი გალაქტიკა ჩვენგან. ერთმანეთისგან დაშორებული არიან 185,000 სინათლის წლით. და აი ამ სიგრძის არის ზუსტად ის თოკი, რომლითაც ისინი ერთმანეთზე არიან მიმმულები და ტრიალებენ. ახლა კი კარგად დააკვირდით ამ სურათს. მასზე გამოსახულია ვირტუალური სამყარო, რომელიც 3.4 მილიარდი გალაქტიკისგან შედგება. წარმოუდგენელი რაოდენობა. ამ სურათის შექმნაში მონაწილეობას იღებდა შვეიცარიული კონსორციუმი ევკლიდი. სურათზე გამოსახულ ყველა გალაქტიკას გაწერილი აქვს 400-ზე მეტი პარამეტრი. საკუთარი ფიზიკური პარამეტრები იქნება სიკაშკაშე, სივრცეში განლაგება, ზომა, გადაადგილების სიჩქარე და სხვა. ავტორი გახლავთ იოახიმ შტადელი, სიურიხის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი და გაანგარიშება ხდებოდა მსოფლიოს სამეულში მყოფ ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერზე, რომლის სიმძლავრეების 80% სწორედ ამ გამოთვლებს ჰქონდა დაკავებული. მთელი ეს ინფორმაცია მოდიოდა ტელესკოპ ევკლიდისგან, რომელიც ქმნიდა და იმ კომპიუტერში იქმნებოდა კოლოსალური მოცულობის მონაცემთა ბაზა. ამ ბაზის შესწავლის შედეგია სწორედ ეს რუკა. რუკა სამგანზომილებიანია და 10 მილიარდი სინათლის წლის რადიუსს მოიცავს. ახლა დასყიდით და წარმოიდგინეთ რა მანძილს გაივლის სინათლის სხივი 10 მილიარდი წლის განმავლობაში. აი სწორედ მაგ ზომის არის დღეისთვის ცნობილი სამყარო. ასევე დადგინდა, რომ იდუმალი ბნელი ენერგია, რომელიც თითქოს შიგნიდან ბერავს ჩვენ სამყაროს და ჩვენ მაინც არ ვიცით თუ რას წარმოადგენს იგი, სწორედ აი შტადელი დარწმუნებულია, რომ ევკლიდის ეს პროგრამა ჩვენ ამის გაგებაში დაგვეხმარება. ხოლო ტელესკოპი მიერთებული ამ სუპერკომპიუტერთან და მიერთებული სუპერ ხელოვნურ ინტელექტთან ძალიან ბევრს მოგცემს ბოლო წლებში, რომ გავიგოთ თუ საცხოვრობთ რა არის ის სახლი, რომელიც დიდი აფეთქების შედეგად შეიქმნა. კიდევ ერთი არც თუ ისე სასიამოვნო ამბავი, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, სან-დიეგოდან მოვიდა, ეს გახლავთ ის, რომ
NASA-ს ექსპერიმენტებით დადგინდა ასტრონავტების ღია კოსმოსში ყოფნისას მათი სისხლის ღეროვანი უჯრედები გაცილებით სწრაფად ბერდებიან ვიდრე დედამიწაზე. ერთი თვე ღია კოსმოსში ყოფნა 7-8 წელს ნიშნავს დედამიწაზე. SpaceX-თან თანამშრომლობის შედეგად დადგინდა და მოგეხსენებათ მასკს გადაწყვეტილი აქვს ღია კოსმოსში ძალიან დიდი ხნით გაშვება ხალხის, იმიტომ რომ მარსამდე სწრაფად ვერ ჩახვალ, კარგა ხანი სჭირდება და მის ინტერესებში იყო ეს კვლევები, მან დააფინანსა და აღმოჩნდა, რომ ჰემოპოეტური უჯრედები არსებობს ჩვენს ორგანიზმში, ესეთ ღეროვანი უჯრედების ტიპის უჯრედებია, რომლებიც სისხლის შემადგენლობის და იმუნური სისტემაზე არიან პასუხისმგებელი. კოსმოსიდან ისინი ძალიან შეცვლილები დაბრუნდნენ. ასევე ქრომოსომების თავზე არის ჩამოცმული ერთგვარი ხუფები, რომლებსაც ტელომერები ეწოდებათ და ეს ტელომერები რაც უფრო გრძელია, ქრომოსომებში მუტაციები მით უფრო ნაკლებია. და კოსმოსიდან დაბრუნებული ადამიანების ქრომოსომებში ტელომერები იყო ძალიან დამოკლებული. ანუ გაზრდილი არის მუტაციების შანსი და ამ მუტაციებიდან გამოწვეული უკვე როგორც შედეგი სიმსივნური დაავადებები. ასევე დადგინდა, რომ მიტოქონდრიები, რომლებიც წარმოადგენს ჩვენს უჯრედებში ძირითად ენერგეტიკულ სადგურებს, მუშაობდნენ ძალიან სწრაფად, ხარჯავდნენ იმაზე გაცილებით მეტ ენერგიას, რომელიც უჯრედს სჭირდებოდა, უჯრედი კარგავდა დასვენების უფლებას და ძალიან სწრაფად ბერდებოდა და კვდებოდა. მართალია 30 დღის განმავლობაში კოსმონავტები არ იღებენ მაინც და მაინც მაღალ დოზას დასხივებისას მზისგან, იგი დაახლოებით უდრის 10 მილიგრეის, ანუ ეს იგივე არის რაც ჯერ რომ კომპიუტერულ ტომოგრაფიას ვიკეთებთ ხოლმე, კატეს როდესაც ვიკეთებთ, ეს არ არის მაინც და მაინც დამაზიანებელი ორგანიზმისთვის, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს უწონადობაც ემთხვევა Z, რა თქმა უნდა, უკვე რთულდება სიტუაცია. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი კოსმოსიდან, ეს გახლავთ დედამიწიდან 620 საკმაოდ ახლოს. მხოლოდ 620 სინათლის წლის მოშორებით ქამელეონის თანავარსკვლავედში ასტრონომებმა აღმოაჩინეს ობოლი პლანეტა. რატომ ობოლი? იმიტომ რომ იგი არ ეკუთვნის არც ერთ მზის სისტემას, არც ერთ ვარსკვლავურ სისტემას. იგი თავისთვის მოძრაობს, მაგრამ გული არ აგიჩუყდეთ, საკმაოდ აგრესიული ვინმეა, იმიტომ მისი სახელია ჩა 117, 76, 26 და მისი ზომა იუპიტერზე 10 ჯერ დიდია. ესე კოლოსალური ზომისაა, ანუ ეს ჩა და ამ გიგანტური პლანეტის გრავიტაცია იმდენად დიდია და ძლიერია, რომ იგი მტვერსასრუტივით ყლაპავს ყველაფერს, რაც კი ახლოს ჩაუვლის. ერთი კვირის წინ პალერმოს ასტროფიზიკული ობსერვატორიის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ეს მტვერსასრუტი საოცრად გააქტიურდა და ყოველ წამში გაუკვირდით 6 მილიარდ ტონა კოსმოსურ მტვერს შთანთქავს. ამ პროცესს ზოგადად აკრეცია ეწოდება, როდესაც გრავიტაციის ძალით ხდება რაღაცა ციური სხეულების შექმნა, მაგალითად იგივე დედამიწა კოსმოსური მტვრისგან არის შექმნილი და სხვა პლანეტები და ერთი საინტერესო მომენტია, რომ ატაკამას უდაბნოში მდებარე ძალიან მძლავრმა ასტრონომიულმა სისტემებმა დაადგინეს, რომ პლანეტა ვარსკვლავივით იქცევა. ანუ მას აქვს იმდენად ძლიერი მაგნიტური ველი, როგორიც ეს გიგანტურ ვარსკვლავებს ახასიათებთ. ანუ აი ასეთ საინტერესო ამბები ხდება ამ პლანეტაზე და მის ირგვლივ. ახლა კვლავ დაბრუნდეთ მზის სისტემაში და აქ სატურნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ჩემთვის გამორჩეული პლანეტის თანამგზავრზე ენცელადუსზე დავეშვათ. ენცელადუსი არის ძალიან საინტერესო პლანეტა თანამგზავრი უკაცრავად. იმ მხრივ, რომ იგი ისევე როგორც ევროპა დაფარული არის ყინულის სქელი ფენით, მაგრამ სამხრეთ პოლუსებზე მისგან ამოიფრქვევა რამდენიმე ასეულ ათასობით კილომეტრის სიმაღლის გეიზერები. ანუ ამ ყინულის ქვეშ ძალიან მძლავრი ვულკანური მოქმედება მიდის. ყინულის ქვეშ არის წყალი, ანუ ოკეანი, ისევე როგორც ევროპაზე. ამერიკულმა კოსმოსურმა ზონდმა კასინიმ მოახერხა ამ ამოფრქვევების შედეგად გამოყოფილი ნივთიერებების დაჭერა, მათი შესწავლა და იქ აღმოჩნდა ყველაფერი ის, რაც
შესაძლებელი არის ცილების შესაქმნელად. და ეს მოლეკულები მიუთითებენ, რომ ენცელადუსის ოკეანის ფსკერზე, ისევე როგორც დედამიწაზე, მიმდინარეობს მძლავრი ვულკანური ქმედებები, სადაც შესაძლებელი არის პრიმიტიული ერთუჯრედიანი სიცოცხლის ჩასახვა. მოგეხსენებათ, რომ დედამიწაზე ეგრეთ წოდებული შავი მბოლავები, რომლებიც ოკეანეების ფსკერზე 3, 4, 5, 6000 კილომეტრის სიღრმეზე არიან განლაგებული, კოლოსალური წნევის და კოლოსალური მაღალი ტემპერატურის პირობებში, ამ ადგილებში იქმნება სიცოცხლე. ჩქეებს იქ სიცოცხლე უბრალოდ არიან ძალიან პრიმიტიული, რა თქმა უნდა, ბაქტერიული ნალექებიც და მათზე უკვე არის აშენებული დანარჩენი ეკოსისტემა. და არ არის გამორიცხული, რომ მართლაც სადღაც შორს კი არა, აგერ ყურის ძირში, სატურნის გვერდით ჩვენ ვიპოვოთ სიცოცხლე. რა თქმა უნდა, ცივილიზაცია იქ არ იქნება, მაგრამ პრიმიტიული სიცოცხლე შესაძლებელია აღმოჩნდეს და ეს დაამტკიცებს იმას, რომ სამყაროში, იმ გიგანტურ სამყაროში, რომლის სიგრძეც 10 მილიარდი სინათლის წელია, სადღაც სიცოცხლე აუცილებლად იქნება. და ბოლოს, ხვალ საქართველოში საკმაოდ რთული დღეა, რა პოზიციაზეც არ უნდა იდგეს ადამიანი, უნდოდეს მას ევროპა თუ უნდოდეს საღორე რუსეთთან შეერთება. ერთი რამ ცხადია, ხვალ ქუჩაში ჩვენი ხალხის ძალიან დიდი ნაწილი გამოვა და მე ამ ნაწილის სოლიდარული ვარ. ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან. ძვირფასები არიან თავიანთი შემართებით გაათავისუფლონ ქვეყანა ტოტალური კორუფციისგან, ერთპიროვნული მმართველობისგან. ადამიანები, რომლებსაც სურთ სამართლიანი სასამართლო და არ სურთ რუსეთთან მიტმასვნა, რომელიც მათ უბრალოდ მომავალს მოუსპობს და იძულებულს გახდის, რომ სამშობლო დატოვონ. ვინც დამამონათებს, რომ ჩამოსულიყავი და გვერდით დამდგარიყავითნიო, კი ბატონო, ვიღებ ამ შენიშვნას, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ მე 16 წლის ასაკიდან აგერ უკვე ძალიან ბევრი ხანია, ძალიან ბევრს ვაკეთებ ჩემი ქვეყნის ნორმალურად განვითარებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ახლა იქ ჩემს მაგივრად ჩემი შვილები და შვილიშვილები დგანან. და იმედია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. თუ აქამდე ისე მოვედით, რომ გამოუსწორებელი რამ არ მოხდა, ახლა მე ძალიან მეშინია. ძალიან მეშინია, იმიტომ რომ როგორც წესი, მომაკვდავი რეჟიმები ყოველთვის ძალიან ცუდად ამთავრებენ ხოლმე თვითონაც, მაგრამ მანამდე ძალიან ბევრ ბოროტებას ჩადიან. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ, საქართველოს არასდროს იქნება ერთი კაცის ახირებებზე დამოკიდებული ქვეყანა და იგი არასდროს დაუბრუნდება რუსეთს. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო ახალი თემებით. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.